თბილისში 4 თებერვალს კომპანია Bolt-ის ტაქსის მძღოლებმა ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მძღოლები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც ბოლო დროს აღმოჩნდნენ. მიუთითებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციაზე. მათივე თქმით, კომპანიასთან ვერ ახერხებენ მათი პრობლემების თაობაზე კომუნიკაციას. დღეს გლობალური პრობლემა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება. მათ არ გააჩნიათ არანაირი ქართული მართვის მოწმობა, არ გააჩნიათ ნასამართლებლობის ცნობა, არ გააჩნიათ ფსიხო და ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს ქართული ტაქსის სფეროში და ასევე მომსახურების სფეროში. ძალიან კარგად ხედავთ, ყოველდღიურად ხედავთ ყველა საწყობს ეს საკითხი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გვაკითხავენ, არიციან მაპი, არიციან ქალაქის ქუჩები და უბრალოდ ვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი რეგულაციები დარეგულირდეს. ასევე ვითხოვთ Bolt-ისა და ჩვენს ურთიერთობას შორის ძალიან დიდი პრობლემა არის დიდი დისკომუნიკაცია, ელემენტარულად ადამიანს ცუდ კომენტარს დაგვიწერს, არანაირად არ ცდილობს ეს კომპანია რომ გააკეთოს ამაზე ყურადღება და ან დაგველაპარაკოს, ან კითხოს რეალურად მართლა მოხდა ეს კონფლიქტი თუ არ მოხდა. აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ იბლოკებიან ადამიანები უვადო ბლოკით, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანებს ყავთ ოჯახის წევრები, ზოგს ავადმყოფი ყავს და შესაბამისად ძალიან დიდ პრობლემას იწვევს. მძღოლები კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ მგზავრის გადაყვანისას კომპანია უნდა იღებდეს 23.6%-ს. თუმცა რეალურად ასე არ ხდება. 25-დან 27%-მდე გვეჭრება. ოფიციალურად კომპანიას უწერია 23.6%, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება. დღის ბოლოს ჩვენ როცა ვნახავთ ჩვენ გამომუშავებულ თანხას, აკლდება 25-დან 27%-მდე, რაც ძალიან დიდი პროცენტია. აქედან გამომდინარე, გარდა ამისა, ერთი დიდი პრობლემა რაც არის თანხები, ტარიფების გადახედვა უნდა მოხდეს აუცილებლად. პროცენტი არის არანორმალურად მაღალი, რაც წერია, როდესაც აპლიკაციას ავსებთ, რაც წერია, აი იმაზე მეტიც აქვს, რომ დავიანგარიშოთ ყველა მძღოლებმა, ხო, რამდენს გამომიმუშავებ დღეში და რამდენი წაიღო კომპანიამ. სადღაც 27-28%-ზე ადის. მათივე თქმით, მგზავრის გადაყვანის ტარიფები ხშირად იმდენად დაბალია, რომ მომსახურება ხშირად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფრო იაფად უწევთ. დაბალია ტარიფები პირველ რიგში. ზოგჯერ ავტობუსზე უფრო იაფად დადის ტაქსი თბილისში 4 ადამიანს რომ გადაიყვან 3.40 და 4 ლარად ლარი ავტობუსი ღირს მე მგონი, ხო? მინიმალური მე არ მიგზავრია, კარგი ხანია, მაგრამ ავტობუსზე უფრო იაფად დავდივართ. მძღოლების პროტესტის თაობაზე Euronews Georgia-ს კითხვებზე კომპანია Bolt-მა მოგწერა. გვინდა განვმარტოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პარტნიორი მძღოლები არ არიან Bolt-ის თანამშრომლები. ისინი გამოიმუშავებენ თანხას Bolt-ის პლატფორმის საშუალებით გენერალური წესებისა და პირობების ფარგლებში. პარტნიორი მძღოლებისთვის შეკვეთების მისაღები დრო საათები მოქნილია. შესაბამისად, აქტიური პარტნიორი მძღოლების რიცხვი მუდმივად ცვალებადია. ამის გათვალისწინებით აქტიური მძღოლების ზუსტი რაოდენობის მოწოდება არ არის შესაძლებელი. პლატფორმაზე მოქმედი საკომისიო 23.6%-ია, რომელიც ითვალისწინებს პლატფორმისთვის საარსებო აუცილებელ ხარჯებს და უზრუნველყოფს მგზავრებისთვის ხელმისაწვდომ სერვისს, ხოლო პარტნიორი მძღოლებისთვის ღირსეულ შემოსავალს. ტაქსის მძღოლები გაჩერებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ კვლავ გამართავენ საპროტესტო მსვლელობებს.